მოგესალმებით, მეგობრებო. კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ ცხოვრების მეორე სერიის ციკლიდან და დღევანდელი ვიდეოს სათაური არის ეგო ჩემი მტერია. ეს სათაური რეალურად წიგნის სათაურია, შეიძლება წაგიკითხავთ ეს წიგნი Ego is the enemy. ძალიან საინტერესო წიგნია და საინტერესო თვალით შეგახედებთ ბევრ რამეს. მე ახლა ამ წიგნის მიმოხილვას არ გავაკეთებ, ანუ წიგნს არ მიყვება ჩვენი დღევანდელი ვიდეოს ლოგიკა, უფრო მიყვება სხვადასხვა წყაროდან ამოკრეფილ ჩემ მოსაზრებებს, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ. პირველ რიგში მოკლედ ეს ego რაღაცნაირად ჩამოვაყალიბოთ. მეს ნიშნავს, ესე იგი პირდაპირ თარგმანში და მე ჩემი მტერი ვერ ვიქნები თითქოს და უკვე რაღაცა გავიჭედეთ მოკლედ ამ განმარტებაში და მე რას გულისხმობ დღევანდელ ვიდეოში ამ განმარტებას შემოგთავაზებთ და რატო გადავწყვიტე ესე იგი რომ ამ კონტექსტში მელაპარაკა და ამისთვის მოვიშველიებ ესე იგი მოდელს, სადაც ცხოვრება, ყველა ჩვენგანის ცხოვრება დაყოფილია სამ ნაწილად, ასე ვთქვათ. პირველ ნაწილს ქვია, რომელიც უხეშად რო ვთქვათ 0-დან 20 წლამდე გრძელდება, ხო, შეიძლება ვიღაცისთვის უფრო ადრე დასრულდეს, ვიღაცისთვის უფრო გვიან. პირველ ნაწილს ქვია სხვებზე დამოკიდებულება. ანუ ეს ის პერიოდია, ბავშვობა და ახალგაზრდობა, როცა ძალიან ბევრი რამე სხვებზეა დამოკიდებული. დედამ უნდა გითხრათ, რა ჩაიცვათ, მასწავლებელმა უნდა გითხრათ, რა წაიკითხოთ და ასე შემდეგ და ადამიანი ნელ-ნელა მოიპოვებს, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და ეს პერიოდი, როდესაც დამთავრდება, სხვებზე დამოკიდებულების პერიოდი, იწყება მეორე პერიოდი, რომელსაც ქვია თავისუფლება. მაგრამ ეს თავისუფლება, მოკლედ თლად თავისუფლება შეიძლება არ იყოს, თავისუფლება არის იმ ხალხისგან, კონკრეტულად, ვინც პირველ ეტაპში, ასე ვთქვათ, გზღუდავდნენ ჭყალებში რო ჩავსვათ, რა თქმა უნდა, ეს ცუდი ფორმულირება, ანუ ისინი თქვენი ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ ალბათ და იმიტომაც გზღუდავდნენ, მშობლები იქნება ეს პედაგოგები თუ სხვები, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანს ესე არ ეჩვენება და ეჩვენება რომ მოკლედ ძალიან რთულ იმაში ცხოვრობდა გარემოებებში და იწყება ეს თავისუფლების პერიოდი, მაგრამ მერე აღმოჩნდება რომ სულ ვიღაცას რაღაცას უმტკიცებთ ამ თავისუფლების პერიოდში და აი ფრჩხილებში დაუწერე რომ ეს არის ეგოს ხანა. ანუ სინამდვილეში ამ დროს უნდა დაუმტკიცოთ მშობლებს რომ აგრები ვართ და გავამართლოთ მათი მოლოდინი სამსახურში უნდა დავამტკიცოთ რომ საკმარისი უნარები და ცოდნა გვაქვს იმისთვის რომ თქვა დავწინაურდეთ ან თავი შევინარჩუნოთ სოციალურ ურთიერთობებში ამ დროს არის სიყვარული, მეგობრობა, პარტნიორობა, ოჯახის შექმნა ხშირ შემთხვევაში და სულ მტკიცებები მიდის მე ესე იგი პატარა შვილები და მათი გაზრდა და აღზრდა მოდის და მოკლედ რაღაცა პერიოდი გადის უხეშად რო თქვა 20 წლიდან 40 წლამდე ადამიანი არის პრაქტიკულად მუდმივ ბრძოლაში და ჩვენ ვამბობთ რომ ამ დროს ეს ადამიანი ემსახურება ეგოს და ეგოს როგორც მის პიროვნებას კი არა ესე რომ გავიგოთ, როგორც სხვების დახატულ თქვენ პიროვნებას. აბა დააკვირდით, ანუ ჩვენ ვამბობთ რომ არსებობს ის თქვენი მეობა, რომელსაც თქვენ ხართ ავტორი, აუცილებლად არსებობს ყველა ადამიანში უნიკალური კოდია, ჩადებული გენეტიკურად აღზრდით და ასე შემდეგ და არსებობს სხვებს როგორი უნდათ რომ გამოგძერწონ, ასე ვთქვათ. ხო? და აი ამას ვეძახით ამ ვიდეოში ეგოს და ამაზე ვამბობთ რომ ეს არის ჩვენი მტერი შემდეგ ეტაპზე ჩვენი ცხოვრების. ნუ პირველ რიგში ეს უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ ზუსტად ამ ეგოს კარნახით ვაღწევთ ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს და ეს შეჯიბრი და დატოლება ასე ვთქვათ ნებისმიერი ადამიანისთვის განათლების მიღების პროცესში, კარიერის დასაწყისში და ასე შემდეგ ძალიან კონსტრუქციული ამბავია. ეს გვიცავს ესე იგი რომ არ მოვდუნდეთ და ნაკლებად რეალიზებულები რო არ გამოვიდეთ. მესამე ეტაპი, რომელიც ამბობენ რომ უხეშად ესე იგი 40 წლის შემდეგ დაიწყება, ვიღაცისთვის უფრო ადრე და ვიღაცისთვის უფრო გვიან, ეს არის შეგნებული ცხოვრება, ასე ვთქვათ და ესე იგი ესეც ცოტა უხეში ფორმულირებაა, თითქოს გამოდის რომ მანამდე შეუგნებლად ცხოვრობდით. პრინციპში ესე არ არის შეგნებული ცხოვრება მთელი ჩვენი ცხოვრება, მაგრამ აქ არის ლაპარაკი რომ ჩვენ შევიგნეთ, შევიმეცნეთ სინამდვილეში რა გვინდა შინაგანად და უკვე გადავერთეთ, ასე ვთქვათ, აი ამ შეგნებას ვემსახურებით. აღარ გვაინტერესებს მეზობელმა ამხელა ბინა იყიდა თუ ბავშვი სად გაუშვა დასასვენებლად, ნაკლებად გვაინტერესებს
ჩვენი კლასელების და ჩვენი ხელფასის შედარება. შეიძლება არ გვედარდებოდეს ესე იგი იმდენად ჩასაცმელ დასახური თუ ესე იგი როგორც შეჯიბრის ინსტრუმენტი და როგორც საზოგადოებრივი მოსაზრები. შეიძლება აღარ დავდიოდეთ უკვე ყველგან სადაც დაგვპატიჟებენ, იმიტომ რომ მივხვდით რომ ზოგ ადამიანთან გვსიამოვნებს და მოგწონს ურთიერთობა და ზოგან არა, ხო? ანუ ეს მესამე ეტაპი გულისხმება, რომ არის ის დრო, როდესაც შენ რაც დაასკვენი ამ ცხოვრებაში, შენ რაც შექმენი, რა სამყაროც შექმენი, იმ სამყაროს წესებით იწყებ ცხოვრებას, რაც ადვილი არ არის, იმიტომ რომ აი mid-life-ს რასაც ეძახიან, ზუსტად არის გადასვლა მეორე ეტაპიდან მესამე ეტაპზე და ახლობლებიც გეწინააღმდეგებიან და მთელი გარემო და მთელი შინაგანი სამყარო, მოკლედ ამას დასახავს როგორც რაღაცა ტრაგედიას და უბედურებას და აი გმირის გზა რო არის, ჩვენ ვიდეოც გვაქვს ამ თემაზე, იქ ზუსტად ძალიან კარგად არის ასახული აი ეს გარდატეხა, გადასვლა რაღაცა ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში, ხო? ესე იგი, ჩვენ ვამბობთ, რომ საბოლოო ჯამში, ანუ შეგნებული ცხოვრებისთვის არის ეგო მტერი. ანუ ეგო თქვენ ხელს გიწყობთ ცხოვრების მეორე ეტაპზე, მაგრამ მერე შეიძლება გახდეს ხელის შემშლელი ცხოვრების მესამე ეტაპზე, როცა თქვენი გზა უნდა აღმოაჩინოთ, ნამდვილი თქვენი გზა. ეხლა რაში გიშლით, რაში შეიძლება ტექნიკურად გიშლით, რატო არის მტერი, რატო შევრაცხეთ ესე იგი მტრად და ამაზეც მინდა რომ ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ ამოკრებილი სხვადასხვა წყაროებიდან. ერთი რომ ეგოს პერიოდში მოკლედ მე უნდა ვამტკიცო რომ მაგარი ვარ. მინდა რომ ვამტკიცო, არ მინდა რომ ვამტკიცო, ესე იგი ზოგი სვამს არადა დიდად არ მოსწონს, მაგრამ არ შეიძლება რომ არ დალიოს, ზოგი სამსახურში წინაურდება მენეჯერულ პოზიციაზე და სულაც არ არის მენეჯმენტი მისი ოცნება, მაგრამ აბა სხვა რო დაწინაურდა ეს უნდა დაწინაურდა, მოკლედ მუდმივი შეჯიბრი. მანქანა იყიდა ჩემმა მეგობარმა ბიძაშვილმა, მეც უნდა ვიყიდო და ასე შემდეგ, მოკლედ ეს ძალიან მძიმე შრომაა და თან შენ რაც გინდა იმ კუთხით კი არ არის, არამედ სხვების ნაკარნახევი. მოლოდინების გამართლება უკვე ვახსენეთ. ანუ რომ სულ ყველას მოლოდინი აქვს და აი სულ ახალგაზრდებმა მახსენდება ესე იგი ქორწილის დღეს, რომ ძირითადი სამადლობელო არის, რომ გავამართლებთ თქვენ მოლოდინებს და თქვენ სურვილებს და იმის ნაცვლად, რომ ბედნიერები ვიქნებით ჩვენ ჭკუაზე, ხო? ანუ მოლოდინებში არის ჩახვეული, ასე ვთქვათ, ეს ეგოს პერიოდი, ხო? არ ჩამორჩეთ ანატოლებს, ძალიან მნიშვნელოვანია, ამასთანავე ჩემი ერთი მეგობარი მეუბნებოდა, რომ კლასელების შეკრებაზე მივედიო და მაგ დამაწყდა ნერვებიო, ისინიო ისეთ წარმატებული არიან, ასეთ წარმატებული არიან და ანუ ეს დატოვება და შეჯიბრი, მოკლედ სერიოზული პრობლემაა. მოვიწყო კომფორტული ცხოვრება. ოღონდ კომფორტული ცხოვრება მე რაც მჯერა კი არა, რაც მიღებულია, რომ ამდენი კვადრატული ასეთი სახლი, აგარაკი ასეთი მანქანა, შვილი ასეთ სკოლაში, ისეთი ასეთი ტელეფონი, ეს არის სტანდარტები, ხო? შენ თუ გინდა ვინ დაგიშლის, მაგრამ ლაპარაკია რომ მე კი არ მინდა, მაგრამ აბა ხალხი რა სიტყვის თანამშრომელს ისეთი ტელეფონი აქვს, მეზობელს ასეთი ბინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? დაფასებული ადამიანი ვიყო. ეს სურვილიც არის ცალსახადრო შენმა სოციუმმა დაგიდასტუროს შენი ცხოვრების წესი. არადა შეიძლება შენ სხვანაირ ცხოვრებაზე ოცნებობ და ეს სოციუმი საერთოდ ვერ ხვდებოდეს და ბევრგან არის ნათქვამი, რომ უმრავლესობას თუ მოწონხარ, სავარაუდოდ არაფერს ორიგინალურს შეიძლება არ აკეთებდე და ვიყო შემდგარი პროფესიონალი, ესეც კლიშეა. რას ნიშნავს ეს შემდგარი პროფესიონალი? ბედნიერებას არ ნიშნავს, რომ სიამოვნებას იღებ, არა ბატონო, ნიშნავს რაღაც თანამდებობა, ვიზიტკა, მანქანა, დაზღვევა, ხელფასი, ბონუსი, რაღაც ესეთ რამეებს, ხო? მოკლედ ეს არის ეგოს ანბანი, ასე ვთქვათ, რასაც ახლა ხედავთ ამ სლაიდზე, ხო? მაშინ რა უნდა ვქნათ? საითკენ უნდა ვიფიქროთ, ხო? და აი აქ შემოდის მთავარი შეკითხვა, ასე ვთქვათ, ცხოვრების მესამე ეტაპის და ეს მთავარი შეკითხვა არის როდისღა უნდა ვიცხოვრო ჩემ გემოზე. მე რომ მომწონს ისეთი მანქანა, როდის უნდა მყავდეს, მე რომ მომწონს ის საქმე, როდის უნდა ვაკეთო, მე როგორ ურთიერთობებშიც მინდა რომ შევიდე და ვიყო, ისეთი ურთიერთობები როდის იქნება და პასუხი არის, როცა თქვენ გადაწყვეტთ. ანუ მაშინ დადგება ეს ბედნიერი მომავალი, როცა
თქვენ გადაწყვეტთ და ეს არის ზუსტად აი ეგოსთან ჭიდილის და მესამე ეტაპზე გადასვლის თემა და არაპირებს ეგო რო ადვილად დათმოს გარწმუნებთ ყველანაირ ასპექტში შეგებრძოლებათ მოგაჩვენებთ რომ შენ თუ აღარ იქნები ესეთი დაფასებული ადამიანი საერთოდ არავის აღარ დაჭირდები შენი ოჯახს შეეცვლება შენზე შეხედულება მეგობრებს შეეცვლებათ კლასელების შემდეგ შეგვიძლებაზე რატო გეტყვიან რაღაცა რომ შეცვალეთ და დიდი ორგანიზაციიდან წახვედით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეგო მოკლედ პასიური მტერი არ არის, ასე ვთქვათ, საკმაოდ აქტიური მტერია თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ, ხო? და საბოლოო ჯამში აი ამ ყველაფრის შედეგად ვამბობ ზუსტად ჩვენ აი ამ ფრაზას, რომ ეგო არის ჩემი მტერი. და ამ წიგნშიც რომელიც ვახსენე, რომელსაც ეს სათაური აქვს, ზუსტად ეს არის განვითარებული და უფრო გაცილებით ჩაღრმავებული, ხო? მე არა მაქვს რა თქმა უნდა პრეტენზია რომ თქვენ აპრიორი ესე სტანდარტულად დაეთანხმოთ ასე ვთქვათ ამ ამბავს, მაგრამ მინდა რომ დაგაფიქროთ ამ თემაზე და დაგაფიქროთ იმაზე თუ ეს ასეა, მაშინ რა უნდა მოიმოქმედოთ და რა უნდა გავაკეთოთ. და გამოვყავი ამ ტრის კიდე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ გვიშლის ჰარმონიულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ ის ურთიერთობები გვეჩვენება, რომ ასეთი უნდა იყოს თუ ისეთი უნდა იყოს. ყველა ადამიანი უნიკალურია და ყველა ურთიერთობა უნიკალურია და აბსოლუტურად სხვანაირი შეიძლება უნდა იყოს თქვენი ცხოვრება, ვიდრე სხვისი ცხოვრება და ვიდრე რაც მიღებულია, ხო? ებმებით უინტერესო ბრძოლებში, ესე იგი, რომელიც არ არის თქვენთვის აქტუალური, უბრალოდ აი რაღაცნაირად არ გამოდის სხვანაირად, ხო? მიღებული სტანდარტებისკენ გვიბიძგებს, ამაზე უკვე ვისაუბრეთ და გახავს თქვენი ცხოვრების ფასეული დრო. რა ვქნათ და პირველ რიგში დავფიქრდეთ და დავფიქრდეთ, ესე იგი, ეს ეგო მართავს ამ ჩვენ ცხოვრებას თუ არ მართავს, ხო? გამიზიარეთ თქვენი შეხედულება, გიშლით თუ ხელს გიწყობთ. ეთანხმებით რომ რაღაცეები უნდა მოვთოკოთ, ასე ვთქვათ, ეგოს მოქმედება თუ პირიქით წინ მევყავართ, ხო? რომელ ასაკში როგორი შეხედულება გაქვთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა და გამიზიარეთ მოკლედ კომენტარებში თქვენი მოსაზრება. მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.